გაგზავნიან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ბოლო 1 წლის მანძილზე საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასახელდა. სოფო ბერძი აგრძელებს თემას. 2220 უპასუხო შეკითხვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საჯარო უწყებებში 2011-2012 წლებში გაგზავნილი წერილების 23%-ზე მეც რეაგირება არ მოჰყოლია. ვინ მალავს და ვინ ამბობს უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. გასული წლის ყველაზე დახურული სტრუქტურა თავდაცვის სამინისტროა. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პროექტის ხელმძღვანელები ბაჩუ ახალაიას უწყებისგან ინფორმაციას 2 წელია უშედეგოდ ითხოვენ. როგორც ყველაზე დახურულ საჯულებით თავდაცვის სამინისტროს რაც მე მგონი გასაკვირი არავისთვის არ არის. პროცესი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ჩვენ დავიწყეთ შარშან აგვისტოში და ჯერ კიდე არ ყოფილა განხილვა. თავდაცვის სამინისტროში იციან, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვა დაუშვებელია. თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ ხშირად უწყებისგან საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებას ითხოვენ. ყველა კონკრეტული შემთხვევა მაშინ არის სერიოზული პრობლემა და ამის გადაჭრა უკვე უნდა მოხდეს სასამართლოს გზით. რაც შეეხება ზოგადად დამოკიდებულებას, რომ თავდაცვის სამინისტრო ასე თუ ისე დახურული უწყება, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მოდის წერილები, სადაც წერია, რომ მათ საჯარო ინფორმაცია უნდათ, მაგრამ ეს სულაც არ არის საჯარო ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მსგავსად დახურულ უწყებებად დასახელდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტო. ხათუნა კალმახელიძის დაქვემდებარებაში მყოფი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. ამავე პოზიციაზეა ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია და კიდევ 13 რაიონის გამგეობა. არასამთავრობოების გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისგან საჯარო მონაცემების მიღება პოლიტიკურ პარტიებსაც უჭირთ. ახალი მემარჯვენეების წევრი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ საქართველოში ამ კუთხით ვითარება უცვლელია. ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ პირებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული ინფორმაციაზე ცდომა და ეს განსაკუთრებით ისეთი ტიპის სახელმწიფო უწყებებს ეხება, როგორც არის ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური პროფილის სამინისტროები. ამ მხრივ პრობლემები აქვს ჟურნალისტებსაც. გაზეთი რეზონანსი უკვე წლებია სასამართლოს გზით ერთ კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს. რეზონანსი წლების განმავლობაში ითხოვდა ენგურჰესთან დაკავშირებით დადებული ხალხშეკრულების მიღებას და ვერც ერთ უწყებაში ვერ მოახერხა ამ დოკუმენტის მიღება, რომელიც ყველა იურისტის განმარტებით იყავს საჯარო ინფორმაცია და რეზონანს უნდა მიეღო ეს ინფორმაცია. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, როგორ ექცევა ხელისუფლება მისთვის არასასურველ მედიას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი კანონდარღვევაა, ასე იურისტები ამბობენ. საიაში განმარტავენ, რომ ამ ტიპის მონაცემების გამოთხოვის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. ყველაზე ცუდი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ვინც პირველ წყაროარიან ინფორმაციის გაცემისა, ამ შემთხვევაში არ გაცემენ ინფორმაციას. და ცუდი ფაქტია თავისთავად ასევე ის განმეორება, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მაღალი სახელმწიფო სტატუსი რომ დაწესებულისაც გააჩნიათ, იგივე სამინისტროები, ვთქვათ, ან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, იქნება მთავრობის კანცელარია, როდესაც ამ უწყებების მხრიდან არ ხდება ამა თუ იმ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, ბუნებრივია ძალიან ცუდი მაგალითია სხვა უწყებებისთვისაც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და კიდევ 19 სამთავრობო სტრუქტურა. თუმცა სამინისტროები ამ სიაში არ შედიან. ორგანიზაციის მიერ სამინისტროებში გაგზავნილი შეკითხვების 30% ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს უარის შეკითხვების 13%-ზე ეთქვა, 24%-ზე არასრულყოფილი, ხოლო 33%-ზე სრულყოფილი პასუხი მიიღო.